ეხლა ვიმყოფებით ჩვენ პარტნიორებს აქვთ მეორე ავტოსალონი, ეს არის ლისანის ავტოსალონი, ესე ქვია ავტომობილს და მოვედით დასათვალიერებლად თუ რა ავტომობილები ყავს ჩვენ. რა გვაქვს ლისანის სამოდელო ხაზში? ეს არის SUV-ები, ეს არის L6, L7, L8 და L9. დავიწყოთ ფასებიდან. ესე იგი, L6-ის შესასვლელი ბილეთი მინიმალური ფასი არის. აქ ჩინეთში $35,000. L7-ისთვის ეს იქნება $43,000. L8-ისთვის ეს იქნება $45,000. და L9-ისთვის მინიმალური ფასი იქნება $47,000. რა თქმა უნდა, ეს მინიმალურ კომპლექტაციებში, რომლებსაც ქვია Pro. Pro კომპლექტაციები ყველა 4 მოდელისთვის. რაც ეხება კომპლექტაციებს, L6-ში გვაქვს მხოლოდ 2 კომპლექტაცია, Pro და Maxi. რასაც ვერ ვიტყვით L7-ზე და L8-ზე, სადაც გვაქვს 3 კომპლექტაცია, ეს არის Pro მინიმალური, შემდეგ მოდის Maxi, შემდეგ Ultra და L9-ში გვაქვს ან მარტივი Pro, ან ყველაზე ძლიერი Ultra. ეს არის Nissan L6 Maxi. ეს არის მაქსიმალური კომპლექტაცია ამისთვის, რითი განსხვავდება მოკლედ და ორი სიტყვით. ამ მოდელს აქვს მაცივარი, ამ მოდელს აქვს LiDAR სენსორი. შეხედეთ, ესე იგი ესეთი ავტომობილი. ჩავჯდები შიგნით გაჩვენებთ. საერთოდ ლისანის ავტომობილები პოზიციონირდება როგორც მანქანები განკუთვნილი ოჯახისთვის. ამ ავტომობილს აქვს უამრავი აქსესუარი. ყველაფერი არის მოგზაურობისთვის, ყველაფერი არის ოჯახისთვის, ყველაფერი არის კომფორტისთვის. აქსესუარებს მოგვიანებით გაჩვენებთ. ძალიან ისეთი აქსესუარებია, სხვა მანქანებს ესეთები არ მოყვება. მოკლედ ძალიან კომფორტული ავტომობილია, საკმაოდ დიდია ზომით და სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, სხვა ლისანებისგან განსხვავებით. L6 არის ერთადერთი, რომელსაც აქვს სრულიად მთლიანი პანორამული სახურავი. დანარჩენ მოდელებს პანორამული სახურავი იყოფა შუაზე, იმიტომ რომ ზევიდან ჩამოდის მონიტორი. ამას მონიტორი სახურავზე არ აქვს, ამიტომ მთლიანად შუშის სახურავი აქვს ამ ავტომობილებს. ეს არის L6-ის მოდელზე არის საუბარი. ვისაც გონია, რომ L6 არის პატარა და ვერ ჩაეტევით და ძალიან პატარა ავტომობილია, ნუ ცდებით. მე ვარ 191 სანტიმეტრი, ვზივარ L6-ში მშვენივრად, გაშლილი ფეხებით თითქმის ისე როგორც უნდა ვატარებდი ავტომობილს. აი, როგორ ვზივარ ავტომობილში, კომფორტულად, სივრცე მაქვს ძალიან ბევრი, თავის ჭერამდე არის ალბათ 2 მუშტი. ეხლა ავიღოთ და დავჭედით ჩემს უკან. კიდე რჩება რამე შეკითხვები? შეხედეთ, ფეხებთან მაქვს აი ამდენი. ძალიან დიდი მოცულობის ავტომობილია და არ შეცდეთ, L6 არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის პატარა ავტომობილი, რომელშიც ვერ ჩაეტევით, არა, ეს არის საკმაოდ დიდი ავტომობილი ძალიან დიდი სივრცით შიგნით. რა თქმა უნდა, სხვები უფრო დიდია, მაგრამ ეს პატარა არ არის. L6-ში უკან სავარძლები მოძრაობს ზურგი წინ უკან. აქ არის გაგრილება და გათბობა სავარძლების, მაგრამ L6-ში უკანა სავარძლების მასაჟს ვერ მიიღებთ ვერცერთ კომპლექტაციაში. წინ, რა თქმა უნდა, აქვს. უკან ამ მოდელში ვერა. ყველა L7 და ზევით, ყველას უკან შეიძლება კონდეს გარკვეულ კომპლექტაციაში მასაჟიც. ამას არა. ამასობაში შუა ნაწილები აქ ყოველთვის არის ტყავი ნაპა, ძალიან სასიამოვნო ტყავია, გვერდზე არა. გვერდზე არის ტყავის შემცვლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხელისმოსაკიდებელია ესეც. რა თქმა უნდა, ამ კომპლექტაციაში ისევ და ისევ არის მაცივარი, კლიმატ კონტროლი,
ყველაფერს მართავთ აქედან. ძალიან მოსახერხებელია. კიდევ ერთი თვისება ამ მანქანის, ესე იგი L6-ში მაგალითად თუ თქვენ უფრო პრაქტიკული ადამიანი ხართ, ზედა ნაწილი არის რბილი სასიამოვნო მასალისგან დამზადებული, ქვედა ნაწილი არის პლასმასის. რა თქმა უნდა, ამას თავის პლუსები აქვს, არ დაისვრება, არ გაფუჭდება, არ გაიხება და ასე შემდეგ. მაგრამ ვისაც გნებავთ, რომ მთლიანად იყოს ესეთი მასალა, რა თქმა უნდა, უკვე L7 და ზევით უნდა მოვირჩიოთ. მაგრამ კიდევ არის ერთი რაღაცა. შეხედეთ, ზამთარში მოძრაობთ, ჩდებით მანქანაში და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს არის დასურველი. ლისანებს, კარები, ფარავს მთლიანად მთელს ქვედა ნაწილს. ამიტომ ეს ნაწილი ყოველთვის სუფთაა. როგორც კი თქვენ ზამთარში მოხვალთ და მანქანა თოვლში, ტალახში, ყველაფერში არის, ჩდებით და ხანდახან გამოედებით ამ ადგილს. ეს ადგილი ყოველთვის სუფთა იქნება ზამთარშიც, იმიტომ რომ კარები მთლიანად თავის რეზინის იმითი ფარავს, რაც ძალიან გათვლილი და ძალიან მოსახერხებელია. ბევრ მანქანას ესეთი რაღაცა არ აქვს სამწუხაროდ. L6-ის საბარგული. ეს იმის თავობაზე, რომ L6 პატარა ავტომობილი არ არის. შეხედეთ. მე მგონი საკმაოდ დიდი მოცულობაა. გავითვალისწინოთ ესეთი რაღაცა. აქ ჩვენ გვაქვს ფარდა. ფარდა იმალება აი აქ. ჩვეულებრივად. როგორც სხვა ავტომობილებში თუ გინახიათ ამ ფარდას უამაგრებთ. და რა თქმა უნდა უკვე ფარავს მზისგან და უცხო თვალებისგან ყველაფერს. თუ არ დაგჭირდებათ, ჩვეულებრივად ჩადებთ ამას ისევ ქვევით. ამასობაში 1 2 და გაგვიჩნდა უზარმაზარი სივრცე, თუ რაღაცა ძალიან დიდი რაღაცის გადადანა გნებავთ. არ დაგვაუწყდეს ისევ და ისევ. კეცავთ. სამსუბუქია სხვათა შორის. აუწიეთ. ჩავდებით თავის ადგილას, დაფიქსირდა. ხურავთ გადამყვანი. თავისი ადგილია გადამყვანისთვის. ეს სხვათა შორის არის ამას აერთებთ დამტენი პორტში ავტომობილის და აქეთ მხრიდან გაქვთ 220 ვოლტი. ანუ მანქანას შეუძლია მოგცეთ უკან ელექტროენერგია თუ გახვედით სადმე და მაგალითად ჩაიდნის შეერთება გინდათ. დენი ხო დაგჭირდებათ, აი, მანქანა მოგცემთ დენს. ისევ და ისევ ეს ყველაფერი ელექტროა. დაიხურა. თქვენი მონაწილეობა ზედმეტად არაფერი არ ჭირდება, აქ არის 12 ვოლტიანი დენის წყარო და ეს არის პრინციპში სულ საკმაოდ დიდია. დავხუროთ. აი ესეც ესე. ეს იყო L6 და მისი საბარგული. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე. რაც ეხება L6-ს. L6 არის თანმიმდევრული ჰიბრიდი. რაც იშოვს თანმიმდევრული ჰიბრიდი. ეს არის გენერატორი, შიდაწვის ძრავი. აქ გამოცდილი ძრავი აყენია, ყველა ლისანში აყენია გამოცდილი ძრავი, 1 და 5 BMW-ს ძრავი აყენია, რომელიც წლობით გამოცდილია, არ ფუჭდება და მშვენივრად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეს ძრავი მხოლოდ და მხოლოდ გენერატორის ფუნქციას ასრულებს. აი შეხედეთ, ეს არის 1 და 5-იანი 1.5 ლიტრის მოცულობის, სწორედ რო ვთქვათ, მოტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არის გენერატორი, რომელიც დაქოქილია თუ ჩამქრალია, ალბათ მხოლოდ მანიშნებლით ხედავთ სალონში ეკრანზე, როდის იქოქება და როდის არა. იმ დონეზე რბილად და ჩუმად მუშაობს, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. მაგრამ ძალიან კაი რამეა, ელემენტი გვიჯდება, ირთვება და შემდეგ გვატარებს ამ ელექტროენერგიით. მიახლოებით მაგის მაგვარი სისტემა ქონდა Chevrolet Volt-ს. მაგრამ დამერწმუნეთ, სად ვოლტი, სად ლისანი. ამაში დარწმუნდებით თქვენ თვითონ მალე. ესე იგი, გენერატორი გვიტენის ელემენტებს, ელემენტები გვაძლევს ენერგიას ელექტრომოტორზე. ძრავი არანაირად არ მოქმედებს და არ ატარებს ბორბლებს, არ არის არაფერზე შეერთებული, უბრალოდ მხოლოდ გენერატორია. 1 და 5. ჩვეულებრივი კარგი გამოცდილი ძრავი. გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე. ესე იგი, L6
ჩავიხედო უნდა. L6 407 ცხენის ძალა აქვს. 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარემდე კრიფავს 5.4 წამში. აქვს 60 ლიტრიანი აუზი. და ელემენტი 36.8 კილოვატ-საათი. რატომ მოგიყევით ახლა ეს ყველაფერი? ამ ელემენტით შეუძლია გაიაროს CLTC-ის მიხედვით. CLTC ეს არის ჩინური ათვლის სისტემა, რომელიც არის იდეალური პირობებისთვის სინამდვილეში. მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას თუ სინამდვილეში რა ხდება, მაგრამ მოგიყვებით უნდა გითხრათ რომ CLTC-ის მიხედვით 212 კილომეტრს გადის ელემენტებით ეს ავტომობილი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ირთვება ბენზინის მოტორი, რომელიც გვაძლევს ელექტროენერგიას და პრაქტიკულად ვერც შეამჩნევთ ისე მუშაობს ეს ყველაფერი. სინამდვილეში თქვენ ალბათ უკვე ნახეთ რომ მე მოძრაობ ესეთი ავტომობილით და ძალიან კარგად მესმის და ვიცი ეს ყველაფერი 212 კილომეტრს არ გადის რეალურ პირობებში ეს გადის 150 კილომეტრს მაქსიმუმ. ასევე CLTC-ის მიხედვით სრული დატენილი ელემენტი და სავსე აუზი 60 ლიტრიანი გაგვატარებს 1390 კილომეტრს, მაგრამ რეალობაში გაგვატარებს 1000. ეს არის რეალობა, მე მგონი საკმარისია 1000 კილომეტრის გავლა ამ ხელა ავტომობილით. გადავიდეთ შემდეგ. ამ ავტომობილს არ ეცვლება კლირენსი, მაგრამ ამ ავტომობილს უყენია ეგრეთ წოდებული CDC სისტემის ამორტიზატორები, ეს არის ამორტიზატორები, რომელიც იცვლის თავის სირბილეს. შეგვიძლია გავაკეთოთ რბილი, კომფორტული, სპორტული და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ამის ტექნიკური მახასიათებლები ამ ავტომობილის L6-ის. გადავიდეთ სხვა ავტომობილებზე. Nissan L7. რითი განსხვავდება L7 L6-ისგან? უფრო დიდია. ეხლავე დაგიკონკრეტებთ როგორ არის უფრო დიდი. ესე იგი 5 სანტიმეტრით უფრო ფართეა, სანტიმეტრ ნახევრით უფრო მაღალია და 10 სანტიმეტრით უფრო გრძელია. ეს არის განსხვავება ზომებში. მაგრამ აქ გვაქვს სამი კომპლექტაცია. ეს არის Pro, Maxi და Ultra. ცლად მოგიყვებით, რაში განსხვავდება ეს კომპლექტაციები ერთმანეთისაგან და რითი განსხვავდება სხვა ავტომობილებისაგან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რითიც განსხვავდება სხვა ავტომობილისგან, ეს არის 40, ეხლა ვეგეტყვით, 42.8 კილოვატიანი ელემენტით Pro-ს შემთხვევაში და Ultra ყველაზე მაღალი კომპლექტაციის შემთხვევაში 52 კილოვატიანი ელემენტით. კონკრეტულად 52.13 კილოვატიანი, 3 კილოვატიანი ელემენტით. ესე იგი, ყველა კრიფავს 5.3 წამში 100 კილომეტრს ადგილიდან. ასევე ელემენტები განსხვავდება. პირველ შემთხვევაში CLTC-ის მიხედვით გავიხსენოთ CLTC ეს არის ჩინური ათვლის სისტემა იდეალური პირობებში, რამდენს გაივლის ავტომობილი. CLTC-ის მიხედვით Pro-მ 42.8 კილოვატიანი ელემენტით უნდა გაიაროს 225 კილომეტრი, ჩვენ კი ვიცით რომ გაივლის მაქსიმუმ 170-ს. რაც ეხება Ultra კომპლექტაციას, სადაც გვაქვს 52.3 კილოვატ-საათიანი ელემენტი, CLTC-ის მიხედვით უნდა გაიაროს 286 კილომეტრი, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვიცით, რომ გაივლის მაქსიმუმ 230, ნუ ალბათ 240 მაქსიმუმ. ეხლა რაც ეხება ელემენტს სრულად დატენილს და აუზს, სხვათა შორის L6-ისგან განსხვავებით, L7-ს აქვს 5 ლიტრით უფრო დიდი აუზი, იმას აქვს 60 ლიტრიანი, ამას აქვს 65 ლიტრიანი. გავავსეთ აუზი, დავტენეთ ელემენტი და Pro-მ უნდა გაგვატაროს რამდენი? 1360, ხოლო რეალობაში 1000, ხოლო Ultra-მ უნდა გაგვატაროს CLTC-ის მიხედვით 1421. ნუ რეალობაში 1150, 1200 მაქსიმუმ კილომეტრი. ეს არის ესე იგი სრული 65 ლიტრიანი აუზი და სრულად დატენილი ელემენტი. ეს რაც ეხებოდა ელემენტებს ძრავს, როგორც ვთქვით, ყველას ერთნაირი ძრავი უყენია, 1.5 ლიტრის ძრავი უყენია ყველას და BMW-ს გამოსტილი ძრავი, ეს უკვე ვიცით, გენერატორია, თანმიმდევრული ჰიბრიდია. გადავიდეთ, გავაგრძელოთ შემდეგ.
ისევ და ისევ უკვე L7-ის კარები, რა თქმა უნდა, გამოდის სახელური, ვაღებთ კარებს და რა ვხედავთ. L6-ისგან განსხვავებით, ყველა სხვა მოდელს 7-დან ზევით, მთლიანად მთელი კარები აქვს გაკეთებული ესეთი ლამაზი რბილი მასალისგან. ანუ არ არის ნახევარი კარები ამ მასალისგან და ნახევარი კარები პლასმასის. მთლიანად ესეთია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ლისანს, ეს ადგილი მთლიანად ამ ადგილს მთლიანად ფარავს კარები და არასდროს არ იქნება დასრული, მანქანაში ჩაჯდებით, როგორ ტალახშიც არ უნდა იაროთ, არასდროს არ დაგესრებათ ფეხი, იმიტომ რომ ვждები, ვადებ, ფეხი უნდა დამესვაროს. არა, სუფთა არ დაისრება. ეხლა რაც ეხება კომპლექტაციას შიგნით. გავიხსენოთ Pro, Maxi და Ultra. Pro-ში და Max-ში ჩვენ ზევით მონიტორი არ გვექნება. გვექნება მხოლოდ წინ, ყველაფერი, ზევიდან რო ჩამოდის ეკრანი, ეს ეკრანი არ გვექნება. Ultra-ში რა თქმა უნდა გვექნება. კიდევ ერთი განსხვავება. Pro-ში არ გვექნება. უпростоროდ გვექნება, მაგრამ გვექნება 19 სპიკერი მუსიკალური სისტემის, Ultra-ში კი 21. კიდევ, ნახეთ, ეს მხოლოდ L7-ში და ზემოთ. პატარა ძალიან მოსახერხებელი რაღაცა, საბუთებს ჩადებთ. აი მაგალითად ავიღოთ ორი ტელეფონი. აქ თუ გნებავთ ალბათ, რავი, 10 ტელეფონს ჩადებთ, საბუთებს, ნებისმიერი რაღაცისთვის ძალიან გამოსადეგია. შიგნიდან ძალიან რბილი მასალით არის და რო დახურავთ, სავარაუდოდ თუ რაღაცა შიგნით იყანყალებს, ხმას ვერ გაიგებთ. გავაგრძელოთ. წინ ვიჯექი მე, ჩემს უკან დავჯექი, მე ვარ 191 სანტიმეტრი, შეხედეთ, რომ ჩამოუწვე, შვენივრად გზნობ თავს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. L7-ში მთლიანად მთელი ტყავი არის ტყავი ნაპა. მთელი სალონი გაკეთებულია ტყავი ნაპა. ძალიან სასიამოვნო მასალაა, რბილი და ძალიან სასიამოვნო მოსაკიდებელია. ამასობაში L7-ში L6-ისგან განსხვავებით სავარძელს აქვს ბევრად უფრო მეტი რეგულირების ფუნქცია. ანუ აქ შემიძლია ჩავრთო მასაჟი, შემიძლია გავამაგრო ზურგი, დავარბილო ზურგი, გამოვწიო ანატომიური ფორმა სავარძლის და კომპლექტაციაში, რომელსაც ჩვენ ვზივართ, ეს არის კომპლექტაცია Pro. Pro-ში არ გვაქვს მაცივარი. Pro-ში გვაქვს უბრალოდ ჩასადები პატარა 5. აქ რაღაცის დასადები, სხვათა შორის რეზინის არის და სავარაუდოდ არაფერი არ იწურავებს. ეხლა შევამოწმოთ. პატარა ბორტი აქვს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვეხმარება იმისთვის, რომ ტელეფონი არ ამოვარდეს. ორი დამტენი USB Type-C და კლიმატური სისტემის მართვის მონიტორი. აი, ეს არის კონკრეტულად ამ კომპლექტაციაში, ეს არის L7. გადავიდეთ წინ. მეგობრებო, დაუბრუნდით, ეს არის ლიდარ სენსორი. მოდით შევხედოთ კომპლექტაციას Pro Lisan L7-ში. ლიდარ სენსორი არ გვაქვს. და ულიდარ სენსოროთ, რა თქმა უნდა, გამოიყურება აი ესე. აი ეს თავზე რო ვაყენია, ესეთი რაღაცა არ გვაქვს. რა არის ლიდარ სენსორი? მოგიყვებით L8-ის ან L9-ის მიმოხილვის შემთხვევაში. ცოტათი მოგვიანებით. დავბრუნდით Lisan L7-ის სალონში. ვზივარ მარცხნივ უკან. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ჩასადებია საბუთების, მაგრამ მთავარი ადგილი ამ ავტომობილში ისევ და ისევ არის უკან მარჯვნივ. და რატომ? აქედან ჩვენ შეგვიძლია მართოთ ავტომობილი, რას გულისხმობ მართოთ, ჩავრთოთ მასაჟი ყველაფერი, დავაჭიროთ ღილაკს და ჩამოდის ფეხის დასასვენებელი რამ. ამაზე შემიძლია დავალაგო ფეხები, გავწიო წინ სავარძელი, ამას რა თქმა უნდა ცოტა დრო დაჭირდება. შემდეგ გავწიო ზურგი უკან, აი მაგალითად ესე მაწყობს, გავწიე ზურგი უკან, ჩავრთე მასაჟი. დავისვენებ. შვენიერი დასასვენებელი ადგილია. რაც ეხება Lisan L7-ის საბარგულს, ისევ და ისევ. შევადაროთ L6, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ადარებს L6, L7-ს. ესე იგი, ცოტათი უფრო დიდია, რა თქმა უნდა. ისევ და ისევ. ჩვენი ფარდა, რომელიც ამოდის და აქ იდეალურად იმალება. ყველანაირ თავისი აქსესუარი. ელექტრონული
სავარძლების დაკეცვა, რომელიც გვაძლევს ალბათ უზარმაზარ სივრცეს შიგნით, არ ვიცი რა უნდა იპოვოთ ასეთი დიდი რო გადაიტანოთ ამ ავტომობილით, მაგრამ რაც თავარია ზაპასი გაქვთ. 12 ვოლტიანი ელექტროენერგიის წყარო, როგორც ყოველთვის, ეს ლისანია, ყოველთვის ესეთი რაღაცა, განათება და რაც თავარია, რაც გამოგვადგება ცხოვრებაში. Nissan L-შვიდს აქვს ეგრეთ წოდებული პნევმოამორტიზატორები. ავამაღლოთ მანქანა, დავადაბლოთ, ავწიოთ, ჩავწიოთ. ბევრ მანქანას აქვს ეს. ძალიან მაღალია თქვენთვის, ვერ აიღებთ ტვირთს და ვერ დადებთ აქ. მაშინ დააჭერთ ღილაკს. წავიდა. მე მგონი საკმაოდ მალე ჩადის. ჩავიდა. სინამდვილეში ეს აი ამდენი რამდენიც ჩავიდა, რეალობაში ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ასაწევად და დასადებად მოსახერხებელია. დადევით, დაალაგეთ ყველაფერი, დააჭირეთ ღილაკს. ოიმატა, ავიდა. დავხუროთ, უფრო სწორედ. დავკეცოთ. და დავხუროთ საკმაოდ დიდი Nissan L-შვიდის საბარგული. ეხლა ჩვენ ხედავთ L-შვიდს და ცოტათი მოშორებით L6. აი, უკნიდან რითი განსხვავდება L7 და L6-ი ცოტა მოშორებით. L7-ს ნომერი აქვს აქ და იღება საბარგულთან ერთად. L6 კი ქვედა ბამპერზე. გამოგვიჩნდა იმის ვარიანტი, რომ გაჩვენოთ თქვენ თუ რითი განსხვავდება 20-იანი და 21-იანი დისკები. აი ამ მანქანაზე პრო კომპლექტაციაში აყენია 20-იანი დისკები ღია ფერის. აქ კი აყენია 21-იანი დისკები ღია ფერის. ღია ფერს გულისხმობ აი ამ ზოლებს. შუა ყველას ერთი და იგივე ფერი აქვს. ეხლა კი 21-იანი უბრალოდ შავი ფერის. აი 21-იანი შავი ფერის. უკვე სპიცები აქვს შავი ფერის. 21. ეს კი 20-იანი შავი ფერის. სხვათა შორის ულტრას კომპლექტაციაში შედის ყველგან 21-იანი დისკები, სხვა კომპლექტაციებში დამატებით ფასად უნდა შეიძინოთ.